საღამომშვიდობის ლოტოს მოყვარულნო პარასკევი მოვიდა საღამოს 19:45 წუთს მოვიდა და ჩვენც მოვედით ეროვნული ლოტარიის ონლაინ პლატფორმაზე. დღევანდელი ამბავი მინდა გითხრათ ცოტა იქით წავიდეთ 90-იან წლებში 1992 წელს ნიდერლანდებში საკურორტო ქალაქ მაასტრიხტში შეიკრიბა 12 ქვეყნის დელეგაცია და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროკავშირი. დიახ, ულოცავთ ევროკავშირის დაბადების დღეს. იმედია ევროკავშირი კარგად იქნება, ჩვენც კარგად ვიქნებით და ყველა ერთად კარგად ვიქნებით. და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დავიწყოთ მეგობრებო. ლოტო 5.35 ოქროს ბურთის 2301 ტირაჟი და 96,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი 34,000 ლარზე მეტი მეორე კატეგორია. მაშასე დღეს პარასკევია და 2 ლოტოს ამბავი გვაქვს და ამაზე ვისაუბროთ თანდათან. ჩვენ დავიწყოთ 3, 2, 1. აბა ჰე. და ნახოთ აბა რა მოხდება დღეს აქ ჩვენთან და 1 საათში უკვე რუსთავი 2-ზე უნდა გადართოთ და 6.42-ის მორიგი ტირაჟი 1,800,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და იქ რაღაცა მოხდა სამშაბათს და ამაზე მოგვიანებით ჯერ ნახოთ აბა ჩვენთან რა ბურთები ჩამოგორდება. ჯორდანმა გაგვახარა, მე მგონი კი, ჯორდანმა გაგვახარა პირველი ბურთი 23 ჩამოგორდა 2301. ტირაჟი 23-ით დავიწყეთ და აბა გავაგრძელოთ ლოტოდრონ. ოქროს ბურთი გვინდა, ოქროს ბურთი. ოციანებში ვართ ისევ და 28 არის მეორე ბურთი, 23 და 28 უკვე ცნობილია 2 ბურთი და თქვენ იცით რომ ჩვენთან მოგებები ასე იწყება 2 ბურთის შემთხვევაში, მეხუთე კატეგორია, 3 ბურთის შემთხვევაში, მეოთხე კატეგორია, 4 ბურთის შემთხვევაში, მესამე კატეგორია, შემდეგ უკვე მეორე კატეგორია და რა თქმა უნდა ჯეკპოტი. მესამე ბურთით 11. 11-იც არის დღეს ჩვენთან გაგვახარა. როგორ გაგვიხარდა შეინდა ნახოთ 11-ო. თავარია რომ თქვენ გაგიხარდეთ და ბილეთებში იყოს 11-იც და იქვე მოგორებული 27. 27-მაც თქვა დღეს თქვენთან ვიქნებიო ბიძიაო რა იქნებაო და კი ბატონო ლოტოდრონა უთხრა აგერო შუტო და ჩამოაგორო 27. მეხუთე ბურთის მოლოდინი არ გვაქვს დღეს ოქროს ბურთი და გვაქვს ხუთიანი 2301 ტირაჟის საბოლოო კომბინაცია ჩვენ და გადავიმეოროთ ტრადიციულად და გადავიმეოროთ უკვე 2301 ჯერ წავიდა 23 28 11 27 და 5 23 28 11 27 და 5 სანამ შედეგებს ვიხილავთ მინდა გითხრათ დიახ სამშაბათს მოხდა ძალიან კარგი ამბავი გია თუთისანმა რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი და ომის ვეტერანი მას 5 შვილიშვილი ყავს გია თუთისანმა 6.42-ში მოიგო მესამე კატეგორია 21,442 ლარი თან დღეს ბატონი გიას დაბადების დღეა და საქართველოს ეროვნული ლოტარია ულოცავს მას დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო გია გილოცავთ ამ მოგებას და თან მოდით გავიცნოთ ბატონი გია მე გახლავართ გია თუთისანი აფხაზეთიდან ომის ვეტერანი ლოტოს თამაშთან მაკავშირებს 5-6 წლის სტაჟი. ბოლო დროს უფრო ინტენსიურად ვთამაშობდი, ვიდრე წინა წლებში. სულ ყიდულობ ყოველ გათამაშებაზე 2-3 ბილეთს. ამა წლის 2 თებერვალს ვიყიდე ლოტარიის ბილეთი, სადაც 6 თებერვალს გათამაშებაში 6-დან 5 ციფრი გამოვიცანი. თავიდან ვერ იმავსქენი, მაგრამ მე გოგო 28 წლის გოგო ყავს, ახალხანი მშობი არა ბავშვი 15 წელსა გამოვარდა რავა ასე და ასე და მე უფრო ამითთან კანკანი დაიდა ეს სიხარულის და თუნდაც ყოფილიყო არა 21,000 არამედ 3,000-იც რო ყოფილიყო ხო მაინც დიდი სიხარული მაინც სიხარული მოგებულ თანხას შვილებთან 5 შვილი მყავს გავანაწილებ არც ეს გული რო არ დავწყვიტე ეს მიეძღვნება ჩემს დაბადების დღეს 2 დღეში მაქვს დაბადების დღე და დიდი საჩუქარი არის ლოტარიის კომპანიისგან დიდი მადლობა ლოტარიის კომპანიას. ვინც თამაშობს, ის იგებს.
დიახ, ასეა, მოგება შეუძლია ყველას, მოგება შეგიძლიათ ყველგან საქართველოს ეროვნულ ლოტარია ყველას გისურვებთ. მოგებას ჩვენ და 988 გამარჯვებულია დღეს. მეხუთე მეოთხე კატეგორია და მესამე კატეგორიაში ორი გამარჯვებული ყავს და მოგება შესაბამისად ორ ნაწილად გაიყო და თითოს 222 ლარი შეხვდა 222,000 ლარს ყველას გისურვებთ რომ 222,000 ლარი მაინც მოვიგოთ ყველამ დედა რა მაგარი იქნება. მოკლედ მე ასე დავამთავრე დღევანდელი დღე და ამ კვირის ამბავი სულ რამოდენიმე დღეში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და რა 1 ლარი და 96,000 ლარზე მეტი გელოდებათ. აბა ყველას მოგება.